მეგობრებო, დღეს ანასთან მოვედი, რომ ბურგერი ჭამო. იცი შეწვა? ის როდა დაიწყო? ეს არის ჩემი გაკეთებული პური, ჩემი მომზადებული პური. ეგ არ მითხარი, იმის ვიყიდე სადღაც მაღაზიაშიო. გაჩვენდი. ოიმე რა ცივია. 40 დღის განმავლობაში ჩადიოდა ყინულიან წყალში. ეხა ხორცზე ეძახის ცივია. უალკოჰოლობაც ვცადე 3 თვე და მაინტერესებდა უბრალოდ. ეგ იყო ყველაზე რთული ჩელენჯი, ხო? რა მინდო და აღარ მითქი, ანუ არ მინდა გთხოვ. რას აკეთებდი კუბოში? აი 7 დღე იყავი, ხო მოხსენე რეკორდი. გადავიდეთ ვიდეო, სადაც ცეცხლი მომეკიდა, მანქანი შეგვიძლია დავძიეთო და ხილიან გადავხტეთო და მეთქი this is the man. 10 მეტრაზე აღწეს მანქანა და ჩაგვაგდეთ წყალში. ჩემთვის red flag-ია ის ბევრ ვიდეოებს რო დებენ და რაღაცა hard challenge-ები და ეს არის მიდი ერთხელ ცხოვრობთ გარისკი, მიდი მენდე ორანელი ხარ მინდა გოგო ორ წამში მოურჩინე შენ კიდე ჭრი ის რა აუ არ იცის ცოტა ნაკლებად რო დაგებულინგებინი ალბათ უფრო კაი იქნებოდა მაგრამ არა უშავს გაიცინე აუ არა მინა 10-დან 9 გამარჯობა, მე ვარ ანა ყაულაშვილი და ეს არის Cook and Talks. ჩვენ ვართ მის მინეს სამზარეულოში, ვაკეთებთ ბურგერს და გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, თუმცა ვიდრე სტუმარს გაგაცნობდეთ, გთხოვთ რომ გამოყვეთ YouTube-ზე, ასევე Facebook-ზე და Instagram-ზე, ასევე TikTok-იც გვაქვს და ზოგადად თვალიადევნოთ მის მინეს შექმნილ პროექტებს. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას და ჩვენ დღევანდელ სტუმარს, ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც მე მგონი ყოველდღე ცდის თავის თავს რა გამოვა, რა არ გამოვა, პრინციპში არ მახსოვს რა არ გამოსვია, მაგრამ მოკლედ ეს ადამიანი ყოველდღე ჩელენჯს უყავს თავის თავს, კუბოში იწვა ორჯერ იყო კუბოში თავისი ნებით, გააკეთა უამრავი ჩელენჯი, ცოტა ხნის ცოცხლი ეკიდა, მოკლედ მგონი უკვე მიხვდით, ვინც არის აქ, გიგი ქათამაძე, მეგობრებო. მადლობა. გესალმებით, მეგობრებო. ყავით მოვედი. როგორ ახალ? კარგად. აიცი რა, ესეც გვაქვს თავსაფარი შეგვიძლია რომ მოვიდოთ. რატო არ მომიცი აქ? ხო, გავუკეთოთ. არ მიხდე. არა. კითხა პროფილი ლამაზია, მაგრამ შენ დაკითხე, კაი. ვადოთ. გიგი, ესე იგი ჩვენ მქონდა ესეთი კომუნიკაცია ცოტა ხნის წინ, რომ აი შენ რო გააკეთებ YouTube-ს, მე ბურგერზე დამპატიჟე, აი დაგპატიჟე ბურგერზე. თან მე არ მიჭამია ბურგერი 3-4 თვეა კი და ეხა აი გაკრეს. ვეგანი იყავი? არა, აღარ ვჭამდი საერთოდ. არა, 75 ფარც ვაკეთებდი. ხო, ესე ძნელი არის ხო საკმაოდ? კი, იმიტომ რომ ჯანსაღად ვიყო, ანუ ჯანსაღი იკვება იყო. დღეში 2 ვარჯიში inside and out და ხო 5 პუნქტი აქვს 75 hard challenge და ყოველ დღე ეს უნდა გააკეთო და საკმაოდ რთული challenge არის, მეც ვაპირებდი და აი გაიწელა და მომავალ წელს უიჭველი და ორ შაბათიდან დაიწყე. კაი, მოკლედ ჩვენ ვაკეთებთ ბურგერს. ჩვენ არა, შენ აკეთებ ბურგერს, მე გიყურებ. ჩვენ ვაკეთებთ ბურგერს. შენ აკეთებ ბურგერს. უნდა გამუშაო კარგად. მე გიყურებ. ჩვეულებრივ კლასიკურ ბურგერს გავაკეთებ, თან მაყურებელს ვასწავლით რაღაცებს, შენც გასწავლით რაღაცებს, როგორც ვატყობ. ისე როგორ ხარ კულინარიასთან? აკეთებ ხოლმე რაღაცებს? ანუ ერთი კარგად რაც გამოდის სტეიკია. გეთქვა მე და გაგაკეთებ. მე თუ გავაკეთე რა. არა, მე ერთ და იგივე რაღაცებს ვჭამ თითქმის. სუ სტეიკი. აი მე ბოდიში ჩვენ მაკარონი. პარკეტზე გაზრდილი ბავშვი. სტეიკი ან ხორცი, ეხლა სტეიკის უბრალოდ ხორცი შემწვარი და თითქმის მაკარონი, თითქმის ეს არის ყოველდღიურობა და პასტა. ხო, პასტა ან ბრინჯი. თითქმის სულ ერთ და იგივე. ესე გაიზარდე ხო? დილით ავოკადოდი და შუა დღით მანგოს ლანჩი. ის რატო დაიწყო? არ ვიცი და დამთავრდება და მეთქი მეძახის. მოკლედ, ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჯერ ხორცი დავამუშაოთ, დავაგუნდაოთ და მერე დავჭრათ პროდუქტები, პრინციპში საკმაოდ მარტივია. ეს არის ჩემი გაკეთებული პური, ჩემი მომზადებული პური. ეგ არ მითხარი, იმის ვიყიდებ სადღაც მაღაზიაშიო. გაჩვენდი. კაი ხო. საკმაოდ კაი პური არის, მინდა გითხრა. შევჭრა გავს დაგიწერ. თუ პური არის ესეთი თავის პურს როგორ აქებს? ანუ რა ქვია ამას დრეკადი? თუ რაღაც დიდი. დრეკადი არა ის. აი რო დააწვევი ხელს და უკან რო ამოდის. ხო, ეგ არის. ხო, აი. არა დრეკადი. ესე იგი კაი პურია. ხო. ეხლა ჩვენ გადავიტანოთ ეს ხორცი. მიდი.
აი, გიყურები ცოტა. მე ხელი მткиვა თორე ხო ის დაგეხმარებოდ. ზოგადად ძალიან მარტივად აკეთებენ ხოლმე უბრალოდ მარილი პილპილი, მაგრამ ჩვენ ცოტა დამატებით გემოები შევიტანოთ. დიჟონის მდოგვი და უეჩესტერის соуსი. ერთ სუფრის კოს დიჟონის მდოგს დავამატებ. უკვე დავიწყო ერთხელ? კი, მიდი. რამდენი უნდა გავაკეთო ეს? მიდი, კარგად. აი ეს აძლევს უეჩესტერის соуსი რაღაც ღრმა გემოს. როგორც? აი ღრმას. აი ღრმა გემო როგორია ძალიან მაინტერესებს. ანუ დიდხანს გაყვება. შენ ახლა შეგიძლია რომ ეს ექნა თუ? კი. მიდი. აქეთათი რომ ქნა? მიდი. აუ ხელი დამესვა. მარილი. ოიმე რა ცივია თო. აუ შენ აი ერთი წამი მეგობრო მე მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანი რაღაცა ძალიან რამდენი ხნის განმავლობაში 40 დღის განმავლობაში ჩადიოდა ყინულიან წყალში. ოღონდ აი იცით როგორ ესე კი არა. well და ჩახტებოდა და ეხა ხორცზე იძახის ცივია. ნახე იქ ხორ ჩავდიოდი და ვიცოდი რომ ჩავდიოდი. აქ ხო არ ვიცოდი რომ ეს ცივი იყო. მე მენტალურად თუ არ მოვემზადე აზრი არა აქ. იცი რა მარილი ჯობია რომ მე მოვაყაროთ მაგრამ ეხა ხო მოვაყარებ. კი მე ცოტა მოვაყარ და დანარჩენს ტაფაზევე მოვაყრი. რო იცოდე სხვა დროს რო გავაკეთებ ბურგერს რო იყო საქმის კურსში. აწიროდ გავით კი. მე სხვადასხვა ბურგერიც გამიკეთებია, ოღონდ გამზადებული პურით და გამზადებული ბურგერის ხორცით. უბრალოდ შევწვი. კაი, აი ყოფა, ხო. ეხა იცი რა უნდა გავაკეთოთ, ეს არის დაახლოებით 1 კილო. ყველაზე მთავარი რაც შეიძლება იყოს ბურგერის ხორცის დამუშავების პროცესში არის ის რომ მოდი კარგად შევკრათ. არ დავუმატოთ კვერცხის გული, არ დავუმატოთ რაღაც გატარებული პური, მაგისთვის რომ კარგად შეიკრას, საკმარისი არის მხოლოდ აი ეს რაც ახლა გავაკეთებ. აიღე. რაღაც გაბული არა. ცოტა აი ესე. კაი, ვიცი. სადღაც 150 გრამი რო იყოს. ცოტა კიდე. Why mention zone? მთავარი. ხო, აი კიდე მიდი. ეგეც აიღე და სა. კიდე. ეხლა ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ვურტყამთ კარგად, იმიტომ რომ არანაირი ქიმიური პროცესი არ მიმდინარეობს, თავიდან ბოლომდე ფიზიკური არის. რომ უბრალოდ ჰაერი გამოდის გარეთ ამ ხორცისგან და ეს ბურგერის ხორცი კარგად იკვრება. აჰა, გაიხსნა. ცოტა ნაზად გიგირაქცირს. ხურებს განხი. ბიჭო, ნიქენ დაარტყიო და მე ისეთებს ვაკეთებ. აი ცოტა ესე ნაზად. აუ ეს ეს რა წუწუნა აბა ნაზად დაარტყიო, გითქვა. და ეს რა შვებით ეხლა? აი უყურე რა შვებით. ეხლა ვიღოთ ერთი გუნდა. ანუ ამას აკეთებ და შეფიგონია თავ. აი ეს მუწყავი. პურსაც ეგრე უქენი. ეს უფრო ისეთია რა, შეკრული კარგად. აი ეს რო გავაბრტყელთ, ეხლა უფრო კარგად გავბრტყელდება ვიდრე ეს. და ეს რატო ეხვაჩემს ეს? ეს უფრო მრგვალად გავბრტყელდა და უფრო არ დაკარგა ფორმა ტაფაზე. ეს უკვე უფრო ნაკლებად შეკრულია. ჩემსაც რატო ძურება? იმიტომ რომ ბანძად აკეთებ. მე ვინც მასწავლა ეგრე ვაკეთე, როგორც მასწავლეს ისე ვაკეთე. აი პირველად როდის გაგიჩნდა იდეა რომ რაღაცა ეგეთი არანორმალური რაღაცები გაგაკეთებინა. იმიტომ რომ მე როცა შენზე გავიგე ზოგადად ინფორმაცია, ჩემამდე მოვიდა, აი კუბოში რო წვებოდი, ეგ მაგამბით გახდი ცნობილი. ეს მაგამდე რა გავაკეთე? 10 დღე რო არ ვჭამე, ეგ იცი? კი, ვიცი. ეგ ვიცი. სო, მაგით გაგიწყდა. აი, მაშინ მანამდე გეტყვი კიდე რა იყო? რა იყო? კუბომდე და შე პირველ კუბოში. პირველ კუბო, 2 დღით რო ჩახვედი კუბოში, ვიცი? 5 დღე რო თვალებზე ვხედავდი ვერაფერს. არა, ეგ მაგ დროს არ ვიყავი შენი გამწევი. აუ, ეს ჩამეშალა. აჰა, ჩემ გაკეთებული გააკეთე თუმცა. ხო და ეგ მაინტერესებს პირველად როდის გადაწყვიტე რომ აი ეხლა მე ამ რაღაც სიგიჟებს გავაკეთებ და ხო და აი რა მიზანი გქონდა მაგალითად შენი თავისთვის გინდოდა რომ რაღაც დაგემტკიცებინა უფრო დისციპლინირებული გამხდარიყავი თუ ვინმეს რამეს უმტკიცებდი თუ რას მე YouTube-ამდეც ვაკეთებდი საკუთარ თავზე ჩელენჯებს აი დიდადიშენაც ვერ ვიყავი მაგრამ დავიწყებდი ანუ ეხლა მაგალითად 3 დღე არ ორჯერ გავაკეთე 72 საათიანი ფასტინგი მანამ YouTuber-ი გავხდებოდი, რაღაც ბევრი ეგეთი ექსპერიმენტს ვატარებდი, იმიტომ რომ მაინტერესებდა რაღაცეები, საკუთარ თავზე გამომეცადა. რა იყო შენი საზღვარი? არა, აი, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე შეგრძნების დონეზე, როგორ ვიგრძნობდი თავს რაღაცეების მერე რა, მაგალითად უშაქრობის პერიოდში რაღაც 2-3 თვე ვქენი,
უალკოჰოლობაც ვცადე 3 თვე და მაინტერესებდა უბრალოდ ეგ იყო ყველაზე რთული ჩელენჯი, ხო? სხვათა შორის არც თუ ისე მარტივი იყო, რომ შენ თვალ მეგობრებთან ერთად ხიზელი ყოფილიყავი და ეხლაც მაგას ვაკეთებ ხოლმე შორის 4 თვე არ დამეღები. რამე თუ არის ისეთი ჩელენჯი, რომელიც დაიწყე და აი პროცესში ინანე რომ აი რა მინდოდაო. ჩემი აზრით ყველა. აი მაგალითად მაშინ ახლა გავაკეთე, გადავიღეთ ვიდეო, სადაც ცეცხლი მომეკიდა და ანუ ცეცხლი მომეკიდა და გადავხტარიყავი მდინარე. ცეცხლზე ის იმდენად ის არ მქონდა შიში. უბრალოდ მქონდა შიში აი რომ გადავხტი მდინარიდან რაღაც სწორედ რომ გადავხტარიყავი და თან ცეცხლი მოკიდებული და თან ისე ჩახტე რომ არ დაიწვა და მოასწრო. ხო, ანუ ყველა ბევრი რაღაცაზე უნდა იფიქრო და პირველად ჩავხტი, ანუ ხელები გამეშვა რა. რაც იმის ნიშნავს რომ თან პირველად რო ჩახტი რას ნიშნავს? მომიკიდეს ხო, მომიკიდეს ცეცხლი, ჩავხტი და გამეშვა ხელები და ჩავარდი. მე ავედი მეორეჯერ უნდა ჩავხტარიყავი და მან როგორ ვიყავი, იცი, ანუ აღწივა უკვე, მე ტასფელი გამოვიცვალე, ახალ ტასფელზე უნდა მოეკიდე ცეცხლი, იმიტომ რომ ისრელი იყო. და როგორ ვიყავი, იცი, აი რა მინდო და აღარ მეთქი, ანუ არ მინდა. ხო, უკვე შემეშინე მართლა, იმიტომ რომ ანუ ხელები ძალიან მეტკინა, სიცივეში ვიყავი. და მეთქი, ხო არ მინდა მეთქი გავთიშებ წავში კამერა. და ეგეთი რაღაც მომენტი გქონია, როცა აი რაღაც ფეილი არ გამოგივიდა. მაინც ვაკეთებ. მაინც არც ერთი ჩელენჯერა, რომელიც არ გამოგივიდა? ხო, ბოლომდე მიყვავს რა. ანუ ძირითადად ხა გუშინ უნდა ანუ გუში რაღაცას ვიღებდი და ესე უნდა დავმდგარიყავი. რაღაცა მელაპარაკა კამერაში და ეგრევე ხელი უნდა ესე იკრა რა და ანუ იქროთ გახარ როგორი ცუდი იცი სად მაგდე რას აკეთებდი კუბოში? აი 7 დღე იყავი ხო? ხო მოხსენე ეგრე ყორნი? კი. და აი რას აკეთებდი კუბოში? ინტერნეტი ხო არ იჭერს იქ? გააჩნია რა, ანუ არა, ხო, ანუ ძირითადად აი რაღაც მომენტებში ხა იმას უნდა ქონოდა, კამერას უნდა ქონოდა და მიბმული იყო ინტერნეტი რა, შნურით. და დანარჩენ შემთხვევაში, ანუ თუ ვიღაცა ესე ძალიან არ ჩამოწევდა, აი ესე ხელიდან ისე არაფერი არ იყო. ეს უნდა შევდგათ ახლა მასივაში, ცოტა ხანი გავაჩეროთ, დაისვენოს ხორცმა და ამასობაში მივხედოთ. ამასობაში მივხედოთ ჩვენს სხვა პროდუქტებს. ეხა ეს აიღე და როგორ წვრილადაც შეგიძლია დაჭერი. ეს არა მიდი ერთხელ ცხოვრობთ გარისკი, მიდი, მენდე, დავაი. დავაი მენდე. მენდე. იცი რა. თითი გაშალ. ეს დავაი. გაშალე თითი. მართლა მომაჭრე. ხვის არა. აი, ვიღაცა ესე დავჭერე გუშინ მენდეთ მეგობრებო და მე გავირთხი ხელი. უყურე? წვრილად უნდა დავჭერე. უყურე? აიღებ. ადი ხელი. აიღებ. და ესე მოჭრი ნელა. შეგიძლია მე ესე სტაბილურობისთვის ეს ეკნო. სარმინოში. ესე წვრილად ქენი. ეგ რა. მიდი. თანაირად. იცი რა არის? ეს соусისთვის გვინდა. მეთქი ქუნა ჩავ. და მე ამას ესე აიღებ. ყველა. ესე გრძლად დაჭრი. რაც შეიძლება წვრილად. თუ არ გამოგივა, გადავყრით და მე ჩემ გაკეთებას. კი, ნორმალურია. და მე ეს. აჰა. კაცი მან დაიწყება და ესე მითხრა რომ რორამეო, ანუ გავზადებული მაქო რა, რაღაც კითხვებიო ესე არ ჩამოწერილიო, რომ აი რაღაცა რომ გამოილიო სალაპარაკო. გიგე მითხრა სალაპარაკო, რატომ უნდა გამოილიოს და მეთქი აი დეითებზე რომ დავდივარ ეს ჩაჯიბი. სკრიპტი მაქვს რომ რაღაც სიჩუმეა და ბავშვობაში თმები რომ შეიძლება. ეს კაია. კი, ეხა კუბიკებად დაჭერი. რა ისთვის მაკეთებინებ ამას? არის თუ არა რამე ისეთი, რაზეც აი გიფიქრია რომ მოდი ახლა ამას გავაკეთებ, ამ ჩელენჯს მოუწყობ ჩემ თავს და გადაიფიქრე რომ არა, ეს ჩემს ცუც ძალიან ზედმეტია. არა. ეგეთი მომენტი არ ყოფილა არასდროს. იცით რა არის მეგობრებო? მე როცა გიგისთან კომუნიკაცია მქონდა გადაცემაში მოსვლასთან დაკავშირებით, ყველა ჯერზე მიგდებ და თან მოთხოვნა არ იყო, ეს უბრალოდ მოყვებოდა რომ კი, ან აი ეხლავე მოგწერ და უცებ ხედავ აი ამ წეკრანს კიდია მანქანა და ჩადის ტბაში. ეგ იყო პასუხი რომ ანუ აი რატო არ აი ხოაზე ხარ აი მე ვიღაცებს რომ მეუნები რომ აი ან ვიღაცები რომ მეუნებიან რომ არც აი მეთქი აი რას აკეთებ ეხლა რომ ერთი რაღაც 1 საათი ვერ გამონახო და ამ ვიდეოს ეხლა რაც
დაიდო ეს მანქანიდან გადმოვარდა ყველაფერი. იყო ანუ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მეხმარებოდა ირაკლი რა, რაღაც გასაუბრება ქონდა და ესეთი იდეები, რაღაც იდეებს მეუბნებოდა, რომ შემიძლიაო ეს დაგეხმარო ისავ და ერთი ახსენე რომ მანქანი შეგვიძლია დავძიეთო და ხილიან გადავხტეთო და მეთქი this is the man. მეთქი დავაიღებთ ამას. და სულ რაღაც 4 დღეში მანქანა ვიყიდეთ და საყვარელი ხარ. რა არის ეს გოგო? აი გავცვალო, თვითონ ეს შენ გააკეთე და ეს მე გავუკეთე. ეს რა, აუ არ იცი ის რა. ეს ვინ მომიყვანეს სტუმრად გადაცემაში. მოდი ეს არ გვინდა. ეს რაღაცა თუ რისკიანიც არ არის. რაღაც ეს უნდა აიღო, ანუ ნახვები თუ გინდა დადო, რაღაც აიღე, აი ესე დაიჭირე და არა? არა შენ ამას არ დომებია. არც YouTube-ია საერთოდ. აი მართლა მაინტერესებს 8 დღე კუბოში რა აკეთე. წიგნს უკითხულობდი ვარ მითხრა ეხლა. ბიჭო ერთ-ერთი იყო რატო არა? რას აკეთებდი მართლა? აი რო იღვიძებდი. მეძი. ერთი დღე აღმიწერე მეოთხე დღიდან. პირველი 3 დღე მეძინა, თითქმის ანუ 15 საათი დღეში, რა კაი იყო. და დანარჩენი, აუ არ ვიცი, ხალხი მოდიოდა ძალიან ბევრი რა, იმიტომ რომ გაიგეს, ანუ იმდენად ბევრმა გაიგო უკვე რომ ანუ ბავშვები და ისინი ყველა მოდიოდნენ ხოლმე რა და ანუ აი ის სივრცე აღარ მქონდა რომ აი მინდოდა ჩემს ყოფილიყავი, მაგრამ ანუ განმარტოება გინდოდა და ყოველში ძარდაკტავას მეთქი. ანუ მეთქი მეძინება. ეს ისტორია მინდა რომ მოყვე რატო გაქვს ხელი ეგრე. ის ხელი ხო. გარდა იმისა რომ ლამისდანა ჩაირტყიწყა უიყო. არა, იმას ტეხავდი ფანჯარას, მანქანის ფანჯარას ტეხავდი. თუ დაგიდგა ეგ საჭიროება ცხოვრებაში. ანუ 10 მეტრაზე აქვს მანქანა და ჩაგვაგდეს წყალში. და რომ ჩაგვაგდეს წყალში, ანუ ფანჯრები იკეტება რა, ანუ ვეღარ ჩაუწევ. და რემინიც იჭედება და მაგ დროს ანუ ერთადერთია რომ გატეხო რა და ხელით ვერ გავტეხე, მე ისა უკან როდებს მანქანის. და მაგით ტეხავდი და საბოლოოდ და ხელი და მაინც ხელი შეეწირა ხო? ხელი შეეწირა, მაგრამ ჯერჯერობით ანუ თავიდან ვერც ვიგზენი, იმიტომ რომ ის ძალიან ექსტრემია რა, ესე რომ ტეხავ. ეგ ერთ წდაში მოახერხეთ? ჰა? ერთ წდაში მოახერხეთ? აბა 3 მანქანა კი არ მყავდა. აი რაღაც ხომ მომიყევი რომ ანუ იგივე მანქანა დავძირეთ პროსტა რომ გვენახა როგორ წავ რამდენი წამი გვექნებოდა რა, იმიტომ რომ ცოტა სხვა მანქანა შეიძლება ცოტა მეტი დრო ქონდეს და დაახლოებით როგორ გამოთვალა რამდენი გვექნებოდა. და გადავა ისაა რომ ანუ როგორ დავთვალეთ, ქონდა სადღაც 40 წამი. ანუ მანამ უკვე წყალი შემოვიდოდა და უკვე ხო. და რო ჩავედით წყალ რო ჩავარდით უფრო ნაკლები ქონდა რეალურად. ანუ თავიდან თქვი რომ ვითომ 1-2-ს მივარტყავ, ვითომ ტეხავ თქო და მე მარტო ვერ ტეხავდი. ანუ როგორ ვუტყავდი, იცი მეთქი და მე ხა როგორ გავტეხავ. და ის ფაქტი რომ მაშვალები ყავდნენ და რო რამე არაფერი მოგივიდო და ეგ ფაქტი გეხმარებოდა თუ აზრი არ აქვს ეგეთ სიტუაციაში? ჯოხი არაფერი არ მოგივიდო და ესე არის იდეურად და კი, მაგრამ ანუ ყველანაირად ვიზღობთ თავს, მაგრამ ანუ აი მაინც არის. ემოციურ ფაქტორზე მაინც მოქმედებს, რომ ხა შეიძლება მართლა რა. არა, რა თქმა უნდა, ანუ სულ ეგ ამო, ხა ჩემი ვიდეოები ყველგან ეგ არის, რომ ანუ ის არის რა, რაღაც დაზღვევა არის და უბრალოდ ესულელი არა, ანუ ბევრი რაღაცა გვაქვს გათვლილი, რაც შეიძლება არ ჩანს რა ესე კამერებში, მაგრამ ეგ სულ გვაქვს. იცი რა, გართობას გავს ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად საკმაოდ რთულია. ყოველ დღე უბრალოდ რო ადგე და ივარჯიშო, ეგ არის საკმაოდ რთული და ყოველ დღე ადგე თან ივარჯიშო და ვარჯიშო. ხო, ამ ყველაფერთან ერთად ვარჯიშე წყლის დალევასავით არის და აი ყინულის აბაზანების მიღება მაგალითად თან ზამთარში. მან ბევრ რამეს ვაკეთებდით. 2 ვარჯიში იყო თან ეგ 75 hard-ის თან ოფისში მუშაობ, ჩვენ თან ოფისშიც მუშაობთ, ანუ ედიტინგი და ყველაფერი ხო მიდის პარალელურად. ეხლა პარალელურად ეს ვიდეო რომ მორჩა, უკვე სხვას ვიღებთ იქითა კვირაში და პარალელურად ვამონტაჟებთ ამ ვიდეოს. ანუ და პარალელურად კლიენტებთან შეხვედრა პარალელურად. ამ ყველაფერს მაინც გააკეთებდი, რო არა YouTube-ის სპონსორები, მაყურებელი ამ ხელა სპონსორები ვერ გავაკეთებდი ფიდბექი. კაი ჩათვალე რომ გაქვს ყველაფრის რესურსი, უბრალოდ იმისთვის რომ შენ გაისწორო ვიდეოების ჩაწერის გარეშე. თან სოუს გავაკეთებ. ყველაფერს ვერ გეტყვი რომ ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ ბევრ რამეს გავაკეთებდი. რას არ გავაკეთებდი? კუბოში ჩაწვებოდი ისევ? კუბოში არ ჩაწვებოდი თუ ეს ვიდეოს არებს ეს თემა იმსახურებოდა მისტერ ბისთან და დამარცხებას. და აქვე გეტყვი რომ მე შანსი მაქვს მოვიგო
5 მილიონი $, ანუ წავიდე მისტერ ბისთან, მოკლედ საქართველოს მიდის ერთი ადამიანი და ეს ანუ ერთი წავი. იცი რა, აი შეიძლება 5 მილიონი არა, ნუ ეხა 1000-ში მივიდიო. არა, მოკლედ ესე ჯერ არც არ მithქოს, მაგრამ რო ანუ არის ესეთი რაღაც მისტერ ბისტია ყველაზე დიდი იუთუბერი და კრეატორი მსოფლიოში, რომელიც ათამაშებს $5 მილიონს. და ეხლა იყო ესეთი რაღაც თითო ქვეყანა, თითო ადამიანი უნდა წასულიყო. და მე მქონდა ძალიან ბევრი გასაუბრება, ანუ რაღაც ერთი ალბათ 3 გასაუბრებას პლუს დავატებული ვიდეოები და მოკლედ გავიარე ეტაპები და ეხლა ფინალში ვარ რა. და საქართველოსიდან 3 ადამიანი არჩეს და ერთი უნდა წავიდეს. საუბრობდო ჩვენ წახვალ. და მე ვარ იმ ერთ ადამიანში და დიდი იმედი მაქვს რომ და იქ რა უნდა გააკეთოთ? წავალ, ჰა? იქ რა უნდა გააკეთოთ? იქ სხვადასხვა თამ ჩელენჯებია და ანუ საქართველოს სახელით გადიხარ და უნდა იესპარეზო რომ მოიგო და ანუ ტოპ-10-ში რო გადიხარ უკვე 100,000 გაქვს უეჭველი და ანუ თუ საქართველოსთან წახვედი უკვე ტოპ-10-ში ხარ იქ უნდა ხო მე იქ უნდა მაგრამ იქაც ანუ აქედან თუ წავალ მგონია რომ არის შანსი. რებს მიყვება და ეხლა მე დაუბრუნდეთ. ეხლა გავაკეთებთ соуს. აქ არის მაიონეზი, ცოტა კეჩუპი, დავამატებთ წვრილად დაჭრილ ხალხს, წითელ ხალხს უფრო კარგი არომატი აქვს და წვრილად დაჭრილ პიკულს. მე რომ შავი კიტრს და ეხლა გიგი, ეგ არა, აი ეს შენი დაჭრილი ლამაზად ის ჩემი დაჭრილია ცუდად. შავი კიტრის წვენი დავამატეთ და ცოტა ძმარს დავუმატებთ. სიმჟავისთვის. მიდი მე გელოდებ მაინტერესებს რა კითხვა. ესეთი კითხვა არსებობს. რა იყო ისეთი ჩელენჯი, რომელიც მარტივი ჩანდაო, მაგრამ რთული იყო, მაგრამ ეგეთი ჩელენჯი მე არ მახსენდება, რომელიც მარტივი ჩანდა. მაშინ ესე გკითხავ, რა იყო ის ჩელენჯი, რომელიც ძალიან რთული ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში მარტივი აღმა. კუბოს ჩატო. 4 დღიანი კუბო. ეხლა 8 დღე რთული იყო, მაგრამ 2 დღიანი კუბო ჩემთვის მარტივი იყო. ანუ იმიტომ რომ შეგზების ზონაზე ეგრე არ მქონდა რა 2 დღე რო ჩავწექი ხა 8 დღე უბრალოდ ძალიან დიდი ხანი იყო თორე დადეხელი გაბრაზდი რას ქვია აბა დაჭერი წვრილად რაც შეგიძლია არა გიგი მშვიდად წვრილად კიდე მშვიდად ხედავ აი ამაზე ამბობენ ხოლმე რომ დანის შეხება არ შეიძლება სალათის ფოთოლთან რაღაც დანის შეხება რა აი სულ ამბობენ ხოლმე რომ ჯობია რომ ხელით დაფლითო მაგრამ ზოგადად რაც უფრო ნაკლებად დაზიანდება სალათის ფოთოლი უკეთესია და ხელი ნაკლებად აზიანებს ვიდრე მეტალის შეხება მაგალითად მაგრამ არა იმდენად რომ მაღაზე რომ მოცდე ხო თან ეხა შენ ყოჩაღ აი ყოჩაღ ეს მე გამეკეთებინა მაინც მოდი პომიდორს მე დავჭრი შენ კი ეს იდეალურად გამოგივიდა მაგრამ მაინც მოდი ამას მოთხინებული მიდი მოათხეფინე. როგორ აკეთებ ხოლმე სტეიქს მოგვიყევი? 5 აკეთ მე რა ვიცი 5 წუთი ძალიან ბევრია ეხლა. 5 დაახლოებით გეუნები ტაიმერს კი აქვს. ესე დავდო. რამე წესი თუ გაქვს? არა. მარგის და ან სულ მე და იგივეს ჭამ ძირითადად. ხო ეგ გავიგეთ რომ სტეიქზე ხარ გაზრდილი. სტეიკი, სალმონი ეს ერთ-ერთი იყო. ორაგულის გიყვარს. კი, ორაგული და ვსო. მე მახსოვს ირანში ვიყავი, მაგრამ იქ ჩვენ მოხდა. კონტენტ კრეატორები ზოგადად გეცოდინება, რომ ეძებენ რაღაც სიგიჟეს. კი, მე სიგიჟებს და ერთი საინტერესო ესეთი ისტორია გვაქვს, მინდა აჩეს, რომ ძალიან ცუდი ისტორია რეალურად, მაგრამ ფიქრობდით, რომ ანუ აეროპორტში ვიყავით, უკვე მოვდივართ ირანიდან რა. და ნიუსებში ან ხალხი გვიდეკავს რომ რა შვებით ხო კარგად ხო ცოცხლად კარგად რაღაცა და მეთქი ჩვენ რა ხდება და ნუ უცებ აეროპორტში ვხედავთ იმაში რა ნიუსებში გადის რომ რაღაცა აფეთქდა რაღაც სადღაც რაღაც უნივერსიტეტში რაღაცა ხალხი არ იყო მაგრამ აფეთქდა და ერთი ამბავია რა ქაოსია და მითაჩი გუშინ აფეთქებული ხო პარ გინდა და ხავით მართლა იქ ტრიალებდი აი ხა გადავიდეთ შეწვაზე მე მზადავარ იცი შეწვა თან მომიყევი ბავშვობაზე. როგორი ბავშვი ვიყავი ხლა, არ ვიღა დინჯი და გაწონასწორებულია. რა უნდა მე. და მაქედანვე თუ გეტყობოდა რას გააკეთებდი მომავალში, როგორ დაგახასიათებდნენ ხოლმე? ჯვარ, ის ვიყავი, სპორტსმენი ვიყავი, ძალიან. რას ნიშნავს სპორტსმენი? წყალბურთის ეროვნულ ვარკებში ვიყავი. ისე ეგეთი ის გაქვს. არა, სპორტსმენი ვიყავი რა, სულ სპორტში ვიყავი, დღეში ორჯერ სკოლამდე, სკოლის ანუ მაშინაც hard 75 ხო, აი სულ. ხო, და ანუ ჩემს იქ როგორი იყო, ანუ ეგეთი რაღაცები მაქვს გაკეთებული, პროსტა ეხლა რო არ ანუ შემიძლია არ გავაკეთო.
ხო. მაგრამ მაგას რო აკეთებ უფრო რთულია რა, არც გუნდში ვარ, არც არაფერში ვარ და მაინც აკეთებ, მაშინ გევალებოდა, ხო? ეხლა რო უთხარი ჩემ ტრენერს, ანუ დავბრუნდი ისევ რა წყალბურთზე, იმიტომ რომ ის Ironman-ის ვიმზადები და ესე მითხრა რომ ანუ რატო აკეთებ მაგას რა? მეთქი რა სპორტი მომენატრა, იმიტომ რომ ხო აღარა ვარ სპორტსმენი და რომ ხო, მაგრამ ეს ყველაფერი სპორტი არის რა? ან მაინც ფიზიკური ხო, მაგრამ ფიზიკური დატვირთვა მაინც არ არის, აი ძალიან მენტალურად, ხა რომ დარბი ხარ და ან რო ცურავ ძალიან ბევრს და იქ რაღაც სპორტში ხარ ისე. ხო, ანუ ტონუსში გინდა რომ გიწევს რომ იყო და ეხლა ხანს გავიგე რომ სოფლიოზე გასულან, ხო და საკმაოდ კარგი წარმატებები გვაქვს წყალბურთში. კი, ეხლა სოფლიოზე გავედით პირველად რა, რაც ჩვენი ყოველთვის მიზანი იყო ადრეც და ეხლა გავედით პირველად წყალბურთში სოფლიოზე. ალბათ მანამდეც გავედით. ხოდა სოფლიოზე გავიდნენ ეხლა პირველად ბიჭები, რაც ძალიან დიდი ან წარმოგიდგენთ სოფლიოზე რომ გადიხარ, ანუ 8 გუნდში, ტოპ 8 გუნდში უნდა მოხდეს. ანუ იმის იქ აღარაფერი სოფლიო მეტი არაფერი, მარსზე და რაღაც უბრალოდ. ანუ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მან კიდე შანსი გაქვს რომ გახვიდე ოლიმპიადაზე და ბევრი რაღაცაა რა და სოფლიოზე გასვლა არის ძალიან მაგარი წევა და ისეთ ტოპია. კი, ანუ საქართველოს გავიდეს ახლა ფეხბურთში, აი სოფლიოზე. ან საკმაოდ წარმატებული ხო, იმაში ტოპი მეებში. როდის დაიწყე 1-2 წელი მეტი? 2 წელი გავა მაზეგ. მაზეგ როგორი? რაც 2 წელია, რაც YouTube-ზე. აი 2 წლის წინ. ქართულად. სანამ დაიწყებდი YouTube, სანამ ამ ჩელენჯების ცოტა უფრო მასშტაბურ სახეს მიცემდი ამ ჩელენჯებს და გადაწყვეტდი რომ შენი თავარი საქმე ყოფილიყო, ხო? აი მანამდე რას აკეთებდი და აი რაღაც გარდამტეხი მომენტი თუ იყო შენ ცხოვრებაში, როცა გადაწყვეტა რომ აი всё, ეხლა უნდა წამოვიდე სამსახურიდან და ჩემი მთელი ცხოვრება მიუძღონა თუ არ ვიცი. რამდენი ხანს გინდა. პირველი რას ვაკეთებდი? მუშაობდი მარკეტინგში, რა მარკეტინგში ვიყავი, რიტეილ მარკეტინგში მუშაობდი 1-2 წელი. და მან უკვე ანუ ხვდებოდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა, იმიტომ რომ არ მომწონდა ის და მეთქი აი ჩემი მენეჯერი ვინც იყო და ტოპ მენეჯერი ვინც იყო და მეთქი იმის ცხოვრება არ მინდა და ამ სამსახურში რატო ვარ? ანუ შენი განვითარება მაქსიმუმ ის იყო რომ ანუ მაქსიმუმ იქ მივიდოდი და კაი სხვა კომპანიაში რო გადავსულიყავ მაქსიმუმ ის ანუ ყველას ვიცნობდი უკვე რა ტოპ პროჟები ვინც იყო და ეგ არ მინდა რომ იყო და რატო დავაკავე და გადაწყვეტე რომ იყო ადამიანი რომელსაც ცეცხლი უკიდია და კუბოში არა ხოშორის ერთხელ ვითხოვე რომ remote მომუშავეთ თქო რა ანუ ერთი თვე თქო რა ანუ მოთხოვნა იყო იმედე მეთქი მე ეს მინდა ერთი თვე მათხოვე და წავედი მექსიკაში და მექსიკაში რო წავედი ანუ დილით სერფინგი და საღამო რაღაცა მე რაღაც ტაკოების ჭამა ძალიან იაფად და ანუ ყველაფერი ისეთი მაგარი იყო რო დავბრუნდი უკან მეთქი ანუ ის მინდა ანუ ძალიან მიხდი რომ შენ იყავი და ის იყო და ვინმე ის არის შენ ცხოვრებაში გოგოებმა მკითხეს რომ თუ არა არა ეგრე რატო არა ეხა ისეთ ეტაპზე ვარ ფიზიკურად რომ ანუ შენ თვითონ არ გაქვს სურვილი და დრო თუ ну რავი გამოჩდება, მაგრამ ისე ხო რა, ძალიან ბევრ სხვა რამეზე ვარ გადართული და ცოტა რთული. და იქნებ ისეთი ადამიანი გამოჩნდეს, ვინც აი აყვება მაგალითად. ინტეგრაცია რა მაგალითად ჭირტული იქნება ჩემს ცხოვრებაში, აი ეს ინტეგრაცია. იქნებ ეგეთ გამოჩნდეს ვინმე, ვინც აგეწყობა და ჯერ არ გამოჩენილა. მაგრამ წაღან მეუბნება მეგობრებო, რომ აი მე ესეთი გოგოები მომწონს, ფოტოები რო არ უდევთ. არა, მე ნახე როგორი ისეთი გოგოები მომწონს, არა აქტიური? ნახე, მე თუ ვარ ინფლუენსერი, ჩემი ხო, ანუ კიდე მეორე ინფლუენსერი არ იყოს, მაგრამ ანუ იყავით რა. ხო და აი მე ხა სხვა შორის ანუ ბევრი რაღაც არ ვაზიარებ რა, ანუ მართლა ჩემ პირად ცხოვრებაში, ანუ მართლა ხა არავინ არ იცის მაგალითად ვიყავი თურქეთში, ვიყავი ესპანეთში, ანუ ბევრი რაღაც არ დამიდია საერთოდ რა, ანუ რასაც მინდა, იმას ვდებ, ჩემ მეგობრებს არ ვდებ ძირითადად, ანუ ვისაც დავდივ, ანუ პირად სივსეს ანუ ხო, ეგ რა თქმა უნდა. ხო ეს მე ჩემი არის უფრო პროფესიული, ანუ რაღაც გადაღება, მოგზაურობა, მაგებს ვდებ, მაგრამ დანარჩენი ბევრი რამე არიდება რა, რაც ხალხმა არ იცის. ხო, ეგ იყოს ალბათ, რომ რაც დაიტოვო შენთვის. ხო და ძირითადად აი მაგიტო რომ ანუ ჩემი უკვე მეზარება იმდენი აი ლაპარაკობ ეხა იქ გადასაღები მეც ეგრე ვარ ჩემთვის red flag-ია ის ბევრი დევებს რო დებენ და რაღაცა hard challenge-ები და არ შემიძლია ეხლა ჩვენ ტაფა გავაცხელეთ რომელზეც მოვათავსებთ ხორცს ამ ხორცს რომელიც წერან კარგად დავუმუშავეთ გავაბრტყელებთ მაქსიმალურად იმიტომ რომ პურები საკმაოდ დიდია ეს ალბათ გიგის დამუშავებულია. აუ, ნახე, დამაბრალა თავის. ესე აგდი და შეაგდე.
თავით. დაისვრება აქაურობა, გიგი უხეხულია. მე რა ხო არ დასვრი აქაურობას. არა მე რა უცებ წკაპ. სხვა შორის ანუ საჭმის კეთება იცი რატო არ მიყვარს? დიდად, ანუ ესე რა. დიდად რო და რომ ანუ აი გარეცხვა არ მიყვარს რა. ანუ აი მეზარება, აი ამდენ არის. მე ძალიან მიყვარს რეცხვა, აი გიჟდები. ხო? არა. აი ნახე დასარეცხია და ბარემ შეგიძლია დაიწყო. ბევრი რაღაცის გამოყენება რო გიწევს, ანუ რაღაც საჭმელს რო აკეთებ, ცოტა ბევრი რაღაც რო ჭირდება. მაგის საიდუმლო არის, რომ აი უცებ გააკეთო, აი ხოლმე ჩაწერა გოხდა რაღაც, მაგრამ როგორც კი რაღაც ნივთი აღარ ჭირდება, ეგრევე გადაიტანო. დაიწვა. არა. ეს გოგოში შესაძლებელი არა. ჭვერა ხო? ოჯახში არა. არ არის შესაძლებელი. მაღალ ცეცხლზე უნდა გავაწეროთ. რატო? ხო დაიწვა. მაღალ სადაიწვა. აი ცოტა ჯერ არა, მაგრამ ცოტა ხანი დაგეტოვა და როცა ამოვატრიალებ, შეგვიძლია დავამატოთ ყველის ფირფიტები. უკვე? ანუ ერთი დატრიალების, ანუ მე სხვანაირად ვაკეთებ ხოლმე. აბა შენ როგორ აკეთებ ხოლმე? ანუ მე ჯერ ვატრიალებ ბევრჯერ, რა წკაპ. არა, რაც უფრო ცოტა შეაწუხებ ხოლმე, მის უკეთესია. ცოტა ხანი თავსახური უნდა შენი გასარეცხი იქნება მე არ. რო ეს ყველი კარგად ჩადნეს და შენი გაკეთებული საჭველი, მე აი არ მაცდის, მეგო მეტი რა უქენა, მე ვცდილობ რაღაც გასწავლოს და ეს ბიჭი არ მაცდის. ეს გადმოვიტანოს და დაისვენოს. მართლა, იცი რა არის? ეს დასვენება, მაგრამ დასვენება იცი რისთვის არის? აი ეს ხორცი, ეხა დაკარგავ წვენს და დრო სჭირდება რომ ისევ უკან შეიწოვოს. თუ ეგრევე გაჭრი ეს წვენი. ეხა ეგრევე უჭამო? ნუ 5 წუთი თუ დაელოდები, უფრო სასიამოვნო იქნება. ამასობაში მოდი ბეკონი მოვამზადოთ. აბა კაი სული აქ. ეს შენი ბურგერი, ესე არის თუ რაღაც შესაძლოა რომ დაარქვა? ეხო არის გუგას ბურგერი. ანას ბურგერია ეს. ბურგერი რო იყოს. კი, ანას ბუშედაც ეგრეა. მოდი პიკულიც მოვამზადოთ ამასობაში. პიკულიც ეხან არ დამაჭრებინე. ეგ соусისთვის გამოვიყენეთ. აბა ის რო მაგდონალდში რო ის ჩავდოთ კი. გავჭერთ პურები და ვათავსებთ იგივე ტაფაზე, მაინც უფრო გემრიელი გემოექნება ბეკონის ცხიმიარი აქ. მეგობრებო იტყუება, უბრალოდ ეზარება რომ მეორე ტაფა გამოიყოს და გარეცხოს და წავს იგივე ტაფაზე. შეხედე, იმით რა შენ პურს რეკლამას თუ უკეთებ. კი ბატონო. მე ხა ავაწყო, კიდე შენ ავაწყე. არა, შენ აწყი ხურებ, მე გამომიწო საწყობი პროცესის ხურება. სულ აი ეს გამომართვი? აი მეორე აიღე, მეორე პური. და მე რაც გავაკეთებ, ეს გააკეთე. ავაწყო თუ ააწყო. მაინც იგივეს ნაკეთები. ესე წაუსვი. მე ეხა ეგ გადავიდე. სახსოჭავე. არა, წასმა ვიცი. წასმაზე დავდიადრო. ეხლა დავდოთ ჯერ საუს პოტოლი. უფრო წვრილად ვერ იყოს საჭირო უკეთესი. კაი. არა, ეგრე გავფუჭებ გაზიანდება. მე დამაბრალებ, რომ ის გაფუჭებული იყო რა. ბურგერი აი რატო. ორგანიზმია ხო ეს. ცოცხალია? დავდოთ საუს პოტოლი. დავდოთ პომიდორი. მიდი. ჯერ ბოსტნეული ქონოთ. მიდი, პიუ მომიყარე. კი, მიდი. ხახუ დავამატოთ. მიდი. მიდი, და ხოჭო. კარგი ხარ, 10-იანი დღეს დაჭირდა. მოდი, ახლა დავადოთ ხორცი. იმიტომ რომ ზემოთ აი ეს წვენი რაც აქ ბოლოს ჩავიდეს და ეს ხორციც გააგებრიელოს და ტემპერატურაც უკეთესად შენარჩუნდება. ეს როგორი ხორცია უკაცრავად? იცი რა, მე გულწრფელად მჯერა, რომ ფარშირებული ხორცი არ შეიძლება იყოს medium rare. ვიღაცება მითხრას ეგრე არ არისო, მაგრამ მე ესე მასწავლე. მე ეს ბიჭო. ეგრე შეიძლება. აი ხორცი რო წარმოიდგინო გარედან რაც აკრავს. ეგ კანი. არა. წარმოიდგინე ხორცის ნაჭერი. გარშემო არის ბაქტერიებით სავსე შეიძლება იყოს. რატო? ნუ ხა გარემოსთან კონტაქტში სავარაუდოდ რაღაც ბაქტერია დაიდება. მაგას როდეს აფაზე, გარედან ეგ ბაქტერიები კვდება და შიგნით ბაქტერია არ არის ჩასული, ამიტომ შიგნით უსაფრთხოა რომ მიდატოვო საქონლის ხორცს. ხო, ანუ ეგ უსაფრთხოა და ამ შემთხვევაში შეიძლება გარედან მოხვედრილი ბაქტერიები შიგნით მოხვდეს და არ ვარ დარწმუნებული რამდენად უსაფრთხოა, რომ შიგნით მიდარჩეს გამოვიკვლიოთ. შეიძლება გარეთ მოხვედრილი ბაქტერიები შიგნით მოხვდეს და ტემპერატურა ვერ მოკლას, მაგრამ ვიღაცები ამბობენ რომ
ეგ არაფერი ვეღარ. ეხლა დავადოთ ბეკონი. კაფანტული და ეს გოგო, კაფანტული. კიდე კარგად ვარში. დაისტრესა დილიდან, ანუ. და ბურგერის, პურის, ეს გიგის გაკეთებულია. ეს ჩემი გაკეთებულია, რა თქმა უნდა. მე აი ამ მოწავს. მე ვიზუალური შეფასება 10-დან 9. უკეთესი შეიძლება. აი პროსტა. არა, ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება, აი რეკლამებში რომ ხედავ ხოლმე. მოგეთხოვ. გაიცინე? ო, რა კარგად გამოიყურება მართლა. მე არა. ბურგერი. მეგობრებო, ეხლა მიყურეთ როგორ გემრიელა შეჭავთ, თქვენი ყავით ეხლა ხურეთ მან. თუ მოგინდათ გამოიძახეთ ბურგერი. რატომ მიკეთებს ეს ბიჭი რეკლამას? არ არსებობს ეგ ბიზნესი, ანუ ვერ გამოიძახებთ მეგობრებო. ჩელენჯი იყო იგი. ხარკოს ნორმ. არა, ძალიან კაია. აუ, არა. მინა 10-დან 9. კეთილი შეიძლება. არა. არა, მართლა ძალიან კაია. არა, მართლა 10-დან 9. კაი, ღირდა ფისლა. არა, მართლა. აუ, ძალიან კაია. აბა მე ვთამაშობ. ყველაზე მეტად რაც მომწონს, ანუ მართლა პური ძალიან კაი. მე კი ვხედავდი, მაგრამ ძალიან კაი პურია. ამ პურისთვის ხალხმა იშომა. კიკი. დიდი მადლობა გიგი. მადლობა შენ მოწვევისთვის. ამ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად რომ მოახერხე და მოხვედი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გავერთე, ბევრი ვიცინე, ცოტა ნაკლებად რომ დაგებულინგებინე, ალბათ უფრო კაი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს. გულით გოგო, გულით. მეგობრებო, თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. იმედია გამოგადგათ ჩვენს მიერ გაზიარებული ინფორმაცია. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხით, თორე ამ ადამიანს უკვე 60,000 ხავს რა ენაგრო. გამოიწერეთ ჩემი არხით, ამ ადამიანს თუ დაგაინტერესებთ, ეს გამოიწერეთ. მადლობა მოკლედ ყურებისთვის. იმედია თქვენც გაერთეთ ჩვენთან ერთად. იმედია და გაინტერესდათ ამ კულინარიულმა გადაცემამ და მომდევნო გადაცემებშიც გვადევნებთ თვალყურს. გამოიწერეთ მის მინეს YouTube გვერდი, ასევე თვალი გვადევნეთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და დაელოდეთ შემდეგ გადაცემას.